მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ მშვენიერზე და დღეს ყოველდღიურად გვექნება მამაკაცის ტანის ამოსვლის შესახებ განხილვა. დღევანდელ გასახელო თემას წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქსოვილი მამაკაცის ტანის ამოსში და არა მარტო მამაკაცის ტანის ამოსში, ეს გახლავთ პოლიესტერი. აბა წავედით. პოლიესტერი ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სინთეზური ქიმიურად დამუშავებული ბოჭკო, რომელიც მზადდება პოლიმერებისგან. პოლიესტერი მზადდება პეტროქიმიური ნაერთებისგან. პირველი ეს გახლავთ ტერაფთალის მჟავა და მეორე ეთილენ გლიკოლისაგან. ორივე მიღებული გახლავთ ნავთობისა და ბუნებრივი გაზისაგან. მოდი ახლა განვიხილოთ პოლიესტერის დამუშავების პროცესი. თავიდან ხდება ტერაფთალის მჟავის და ეთილენ გლიკოლის ერთმანეთში შერევა. რეაქციაში შესვლის შედეგად წარმოიქმნება პოლიმერული ბლანდის სქელი მასა. შემდგომ ამასას აცივებენ და ჭრიან პატარა გრანულებად, რაც წააგავს პატარა გამჭვირვალე მძივებს. ამის შემდგომ ამ პატარა გრანულებს ათავსებენ სპეციალურ მანქანაში, სადაც ტემპერატურა გახლავთ 260-270 გრადუსი ცელსიუსი, რის შედეგადაც ეს გრანულები დნება და გამოედინება წვრილ ძაფებად. ახალი თბილი ძაფები იწელება, სწორდება და მტკიცდება, რითაც პოლიესტერი იძენს სიმტკიცეს, ელასტიურობას და სიმბარებას. ამ პროცესების შედეგად მიღებულ პოლიესტერს აქვს შემდეგი თვისებები. არის საკმაოდ გამძლე, ასევე არ იჭმუჭნება, მდგრადია მაღალი ტემპერატურისადმი, ცოტათი იწელება, ინახავს ფერს და ძალიან სწრაფად შრება. პოლიესტერს ხშირად იყენებენ კოსტუმებში და ურევენ მას ბამბასთან, მატყლთან და ვისკოზასთან. რათა კოსტუმი გახდეს უფრო მტკიცე, ცოტისადმი მდგრადი და ფასი იყოს ხელმისაწვდომი. რაც შეეხება პოლიესტერის უარყოფით თვისებებს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის არ არის სუნთქვადი, კანი ვერ იღებს ჰაერს პოლიესტერის ნაჭრის გამოვლობით, ამიტომაც ხშირად შესაძლებელია კანზე გამოიწვიოს ხშირი ოფლიანობა. ასევე დროთა განმავლობაში ის იბურძგლება, დაიჭერს პატარა ბურთულებს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ მისი ბიოდეგრადაცია არ ხდება.